კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. თეორემას მეორე ნაწილში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენად მისაღებია სექსზე საჯარო საუბარი და რატომ ხდება საზოგადოება ასეთი აგრესიით ამ თემაზე საჯარო გამოხატვას. წარმოგიდგენთ თეორემას მეორე ნაწილის სტუმრებს, კეთი დევდარიანი, სცენარისტი, მისი აკროფნის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ვთქვათ, თავდასხმის მთავარი სუბიექტი, ობიექტი თინა მახარაძე, სწორედ ხო, ეხლა ბოლო სეზონში დაემატა ჩემი ცოლის დაქალებს სერიალს. ქალბატონი ნინო ოკრებელაშვილი, ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი ლევან ბუთხუზი, National Geographic საქართველოს რედაქტორი და ბატონი არჩილ ბაქრაძე, მედიცინის დოქტორი, სექსოლოგიური კლინიკა ლიგას დირექტორი. დიდი მადლობა ჩემთან მობრძანებისთვის. პირველ კითხვას ქალბატონ ნინოსთან გადავალ პირველი კითხვით. თქვენი აზრით, რამდენად მისაღებია სექსზე საჯარო საუბარი? ასე მარტივად რომ თქვენი შეხედულებით. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისათვის და ძალიან საინტერესო გადაცემის რესპონდენტად ამოვყავი უცებ თავი. მინდა გითხრათ, რომ ეს კითხვა, რომელიც თქვენ დამისვით, ეს არ არის მხოლოდ ის კითხვა, რომელიც ქართულ საზოგადოებას აწუხებს. იგივე კითხვა ისმის დაუშვათ იგივე ევროპაშიც და ერთმნიშვნელოვნად ისმება საკითხი იმის შესახებ სექსუალობას საერთოდ. ესაა საჯარო განსახილველი მომენტი, თუ ეს არის უფრო თვითონ ინდივიდუალური მახასიათებელი. მე მიმაჩნია, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი, რომ იყოს თავისუფალი, მას აქვს უფლება ასევე წარმოაჩინოს თავისი სექსუალური პრეფერენციები და თავისი ინტერესები. ამაში მე მგონი დღევანდელი საზოგადოება აღარ გუზღუდავს. ლევან, შენი აზრით, რატომ შეხვდა საზოგადოება ესეთი აგრესიით, თქვათ აი ამ სამ სიტყვას, ორალური სექსი, მოსული პონტია. აი ეს თქვა მარტო, ამ გოგონამ ეს ნაწილი მოიჭრა, ეს ნაწილი ტრიალებდა შემდეგ ინტერნეტ სივრცეში და რაღაცა აი ვანძღვის ნიაღვარი მოდიოდა. საინტერესო ის იყო, რომ თქვათ ორ ნაწილად გაიყო ის საზოგადოება, რომელიც მას ებრძოდა. ერთი შედარებით მცირე თანამედროვე მოაზროვნე ნაწილი, რომელსაც სექსზე საუბარი რეალურად არ უკვირს, მაგრამ გაღიზიანდა რატომღაც, აი მისმა სიტყვებმა გააღიზიანა, რას გვასწავლის ეგ, თუ რაღაცა ესეთი დამოკიდებულება იყო, ეხარა ეს რა თქვა და ეს ერთი და მეორე ნაწილი, რომელიც საერთოდ ამბობდა, რომ ამ თემაზე საჯაროდ რატო საუბრობს, ეხლა თავისი სექსუალური პრეფერენციებზე სახში ილაპარაკოს თუ უნდა, მე რატომ მეუბნება ამის შესახებ. ის რომ თქვათ, მე რატომ მოვუსმინე საერთოდ ეს კითხვა, რატომ საკუთარი ამებისთვის არ დაუსვიათ. რატო გამოიწვია ესეთი აჟიოტაჟი? ალბათ იმიტომ, რომ ზოგადად უნდა ითქვას, რომ პრინციპში ეს თემა ახალი არ არის და იმ თვალსაზრისით რომ ტელევიზიაში და რადიოში და ნებისმიერ თქვათ მედია მატარებელში ეს ხშირად ისმის ხოლმე. ანუ ბატონი არჩილი მაგალითად ერთხელ შუადღეში ჩვენთან იყო გადაცემაში, ზუსტად ორალურ სექსზე იყო ლაპარაკი და მაშინ ესეთი სიტყვებიც კი წამოგვწდა კიდევაც ეს სიტყვები, მაგრამ ამას არ გამოუწევია რაღაცა ქვეყნის დაქცევა. მე მგონი ბატონი არჩილი მამაკაცი. ერთ-ერთი არა, იქ მარტო არ იყო ბაიაბდუალიშვილს საკმარისად ესეთი თამამი განცხადებები გააკეთა. მე მგონი აქ იყო მაგრამ კითხვაზე რომ პასუხი გავცე, მე მგონი აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი. აქ და მათთვის, საერთოდ საზოგადოებისთვის, მათთვის და ჩვენთვის კი არა, საერთოდ საზოგადოებისთვის გამოჩნდა ადამიანი, რომელიც პირველ პირში ლაპარაკობდა. და ეს გამბედაობა იყო გამაღიზიანებელი ჩემის აზრით. თუმცა ეს სიტყვები პირველ პირში არ არა, მაინც პირველ პირში თქვა. იმიტომ რომ თავის თავზე ყვებოდა, თავის გამოცდილებაზე ყვებოდა, არაორალური სექსის კუთხით, არამედ მას თავისი აზრი ჰქონდა, რაც გულისხმობს, რომ ესე იგი ის თქვა, სიტყვაზე უარს არ იტყვის ამაზე, რამე რომ იყოს და პრინციპში მაინც პირველი პირიდან გამოვიდა საუბარი, როდესაც ის ამბობს, რომ ისი რა ჩემთვის ეს მოსული პონტია, როგორც თვითონ თქვა. ანუ საკმარისია ეს საზოგადოებისათვის იმისაც, რომ შენთან გააკეთოს პერსონიფიცირება, პროექცია გააკეთოს იმისი, რომ შენ ლაპარაკო პირველ პირში და აგრესია იწყება აქედან. აი რატო იწყება აგრესია აქედან? ან პირიქით, რატო არის ეს ძალიან როგორც Facebook-ში იწერდნენ cool, ეს უკვე სხვა საკითხი არის. ერთი რამე მინდა თქვა, რომ როდესაც Facebook-ში შევედი, 3 დღე ვერ შევდიოდი, ძალიან მაინტერესებდა უკრაინის ამბები. შევედი გუშინ წინ Facebook-ში და სულ ყველგან ეს სიტყვა წერია, ნუ ორალური სექსის ასე ვთქვათ, ჟარგონული ვარიანტი, რომელიც არ მინდა ახლა გავიმეორო. ყველა ადგილას ეს იყო, ვერ მივხვდი, ქართველები ხო ქარაგმებით ლაპარაკობდა, არავინ არ დაწერა თავის სტატუსში რაზეა ლაპარაკი და ბოლოს ვიკითხე, რომ გამაგებინეთ რაშია საქმე. დამისვა შემდეგ ლინკი და უცებ მივხვდი და რომ ვიკითხე მერე რა. ეხლა ჩემი Facebook-ის ახლა კარგად იცი შენ, თქვა 4000 კაცი არის თუ 5000, ნახევარი აქედან აგინებდა ამ გოგონას, ნახევარი
ასეთივე თავგამოდებით იცავდა მას და იცით აქ ჩემთვის პრობლემა წარმოიშვა არა იმაში რომ ვთქვათ ვინ აგინებს და ვინ არ აგინებს არამედ ცოტა სხვა რაღაცაში რატომ გამოიწვია ეს და თურმე 3 დღის განმავლობაში ეს ყოფილა საქართველოში ყველაზე უფრო დიდი პრობლემა. ესა კონსტრუქციაში იმ 4000 კაცში რაც დავინახე. ანუ უკრაინა თავზე დაგვენგრა საქართველოში შეიძლება მიყვეს უამრავი პრობლემა არსებობს და 3 დღის განმავლობაში ეს არ ჩამოსულა ნიუსფიდიდან. მე ამაში უფრო მეტ პრობლემას ვხედავ და პრობლემას ვხედავ განათლებისა, რა თქმა უნდა. განათლების პრობლემა რომ დგას ამ ქვეყანაში ეს არის ზუსტად გამაღიზიანებელი ერთი ნაწილისთვის და თუნდაც თქვათ ესა არ მაინტერესებს ახლა ამ საბოლოო ჯამში სხვაგვარათაც მიუდგებოდი ხომ არ არის აქ საუბარი იმაზე და ეს აგრესია გამოიწვია ხომ არ გამოიწვია იმან რომ ეს გოგონა რომელიც ასოცირებული იყო ისეთ როლთან, როგორც არის გოგონა გარეუბნიდან, უცებ სრულიად სხვა სახი წარმოუდგება. ხო, ანგელი ბეტის პროტოტიპია, ხო? მე ამის თქმა მინდა, რომ სავსებით შესაძლებელია, რომ მისი იდენტიფიცირება იმ როლთან, რომელშიც იყო, არ ჯდება იმ იმიჯთან, რომელიც მან მოგვაწოდა. და შესაძლებელია აგრესიულობის ერთ-ერთი ფაქტორი, რაც აგრესიულობის მიზეზი ზუსტად გახდა მისი ცვლილება, სახეცვლილება და ადამიანი საერთოდ თვითდამკვიდრებას აკეთებს იმ რესურსებით, რაც მას გააჩნია. ძალიან ხშირად თვითდამკვიდრების, თვითიდენტიფიკაციის ერთ-ერთი მომენტი, მე არ დავარქმევდი ამას ეპატაჟობას, არის ქალის მხრიდან გამოყენებული სექსუალობა. ამიტომ შესაძლებელია რომ ზუსტად აგრესიის ვექტორი მის მიმართ იყო მიმართული იმიტომ რომ ის აბსოლუტურად სხვა ხატიდან, სხვა იმიჯიდან, სხვა სქემიდან, სხვა სტერეოტიპიდან უცებ აღმოჩნდა სრულიად სხვანაირი. კი, სულ ეს კითხვა მეც გამიჩნდა, იმიტომ რომ იგივე მძიმე კაცთან და ბატონო არჩილს შემდეგი კითხვა თქვენთან მექნება, ყოფილან ადამიანები, რომლებსაც უთქვამთ რომ ყველაზე კარგ გართობათ მიაჩნიათ სექსი და ნარკოტიკები, თქვათ, მაგრამ შესაძლოა იმ ადამიანებისგან საზოგადოება მიჩვეული არის, არ ვიცი, ხო მე ფსიქოანალიზით ალბათ ყველაზე ნაკლებად უნდა დავკავდე აქ, იმიტომ რომ ამისი არც განათლება მაქვს და არც გამოცდილება ცხადია, მაგრამ ფაქტია რომ ეს გამოიწვია. თქვენ ახლახანს ახსენეთ სექსუალური აღზრდის კულტურა. რა კავშირშია სექსუალური აღზრდის კულტურა ამ თემაზე საჯარო საუბართან? მოდით ჯერ ერთი პატარა წელდადება მინდა შევავიტანოთ თქვენთან. ტერმინის აი ორალური სექსის მაგალითად ვიხმაროთ ტერმინი ფელაციო. რატომ იცით ორალური სექსი ეს ტერმინი? აი როდესაც საჯაროდ ლაპარაკობთ, რა თქმა უნდა ბატონებას ვეთანხმები. მითხარით ეგ სიტყვა? ფელაციო. საქმე რაშია? აი სექსუალურმა ქარიშხალმა გადაურა ბოლო 3 წელიწადი ჩვენს ტელევიზიებს. რა დროს აჟიოტაჟია რომ როგორ თუ რა თქმა დიდი ხანია მე ეს ლაპარაკი ამაზე არ გვიდა. 90-იანი წლებიდან ტელევიზიებში იყო ეს რო გადავდოთ. საქმე რაშია ეს ლაპარაკი მიდის, იქნება საჭიროა, მაგრამ ფორმას აქვს. პირველი ელემენტი მინდა შემოგთავაზო, რატომ ბავშვები 12-9 წლის ბავშვები ორალური უკვე ესმით რა არის სექსი. სექსიც გაუგიათ. როდესაც ჩვენ ვყავთ ფელაციოს, უკვე გავსაზღვრავთ გარკვეულად იმათვის ტერმინს იმათვის, ვიც უფრო ასე ვთქვათ მოზრდილი, უფრო ანუ ამით უკვე გარკვეული ეთიკური ელემენტი შემოგვაქვს. ფელაციო ვიხმაროთ. ეს პირველი. 2 წელიწადში მე მაგასაც შეეჩვენა. რა თქმა უნდა, ბარბაში უკვე სხვა დაბიჯები გადადგმული იქნება. აი აჟიოტაჟი არის. ეხლა მეორე ელემენტი. აი თქვენ რო გიპასუხოთ კითხვაზე, საინტერესო გარკვეულ მოდით რაზე ვილაპარაკოთ? ქალბატონ რა ქვია? ნინა. არა. მე? თინა? თინა. ქალბატონ თინაზე ვსაუბრობთ, ფელაციოზე ვსაუბრობთ თუ თქვენს დამოკიდებულებაზე ამის მიმართ, რომელზე თქვენ საუბრობთ იმაზე, რატომ რეაგირებს? მე მაინტერესებს რატომ შეიძლება საზოგადოება რეაგირებდეს ესე ადამიანის, ვთქვათ, სექსუალური პრეფერენციების დემონსტრირებაზე და რა კავშირშია ამასთან თქვენ ახსენეთ სექსუალური განათლება და კულტურა, რა კავშირშია ამასთან სექსუალური განათლება? მე რამე იცით მოგახსენოთ, აი ეს პონტი მოსულა, ხო? გეტყვით პონტი მოსულა კი არა, ამ პონტის გარეშე არ მოსულა, ბატონო. რაზე ლაპარაკი? იცით რა მახსენდებოდა ეს აი ბასტი ბუბურო ატყდა ამის თაობაზე. გამახსენდა ერთი ანეკდოტი იყო, რომ მეგრელის ვანის კახელი და ერთი ძაღლი მერსედესი მაქვს, მეორე BMW მაქვს და ისი ძაღლის მე 5 ბორბლიანი მანქანა მაქვს. 5 ბორბლიანი რა მანქანა და ზაპოროჟეცით მოდის და მე 5 ბორბალი ბაგაჟნიკშია.
არ არის საინტერესო. ეს შეულებრივი ამბავი, რაც დაღეჭილია უკვე, ამიტომ აი ეს სქესური კულტურაზე და აღზრდაზე რო ლაპარაკობთ, აი ეს გამოდათქვამი ალბათ ეს მე შევკავდი თავს, მაგის ადგილას არ ვიტყოდი. იმიტომ რომ ის ავანგარდულად ამ გამოთქვით მოაჩვენა თავი მარტო ვისაც საკმაოდ დარე სექსუალური კულტურა აქვს ვიღაცისთვის ეს რაღაცას ნიშნავს. მე მაგალითად სხვადასხვა წარმოვიდგენდი მის ადგილას თავს. აი სორტი ქალურ უფლებებს იცით რას ვიზამდი? მე ფელაციოზე ეს კი არ ვიტყვი პონტი მოსულა. ფელაციო და პონტი მოსულა ეს ზამარტივია. მე მაგალითად შემოვიტყვი ხატრულ ელემენტებს. ანუ როგორც დავშვათ ქალის მიერ თავის დაკნინებას ფალოსის კულტის წინაშე ფელაციოს ეს ფილოსოფიური თვალსაზრისით ესთეტიკური თვალსაზრისით აი ალესანდრო ბარიკოს აქვს აღწერილი მშვენივრად ესთეტიურად ეს ფელაციო რაღაცას ამდაგრს ვიტყვი ეს შემიძლია ისე კი არა პონტი მოსულა ჩემთან პონტი ყველასთან მოსულა თუ გინდა წარადგინე თუ წარადგინე თუ გინდა იცი ვისა დამდარე სექსუალური კულტურის ვისაც ეს რაღაცას ნიშნავს ხო ვანაცხადე შეთვის არაფერი არ იყო ხადია მაგრამ შეთვის არაფერი არ იყო შენ ახლა ხარ თქვი და სხვათა შორის საქართველოში უამრავი ადამიანი მაღალი სექსუალური კულტურის მატარებელი არა თქვენ ნათქვამს ახლა არავინ არ ამოჭრის იმიტომ რომ ძალიან ბევრი კაცი ეთერში იმასაც ამბობს ხოლმე როგორ ღალატობს სოლს როგორ ღალატობს სოლს ამაზე არის ტაში და რაღაცა თავის სექსუალურ თავგადასავლის ყובה ეს იყო პირველი შემთხვევა როცა ქალმა ახსენა ეს და მე ვთვლი რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამიტომაც ვიძახი რომ ახსენა საკმაოდ მდარე სექსუალურ და გადაწყვეტის კონდე ხალხზე ანგარიში თქვენგან თქვენგან პრეტენზია რომ აქვთ რომ მაღალი სექსუალური განათლება აქვს ისინი წახშობდნენ მე ჩვენი აღშფოთით ყველა რატო აღშფოთდა მე ჩვენ ხო კი ესე არის მე და კეთი ერთმანეთს კუნილინგუზე რატო არავინ არ ლაპარაკობს მაგაზეც ვილაპარაკებს კუნილინგუსს კი მაინც ცოტა სხვანაირად შევხედავდი ამ საკითხს იმიტომ რომ თქვენ თქვით რომ საერთოდ ეს ძალიან ფრაგმენტულად ნახეთ ეს რაღაც მომენტი მე მინდა გითხრათ რომ ვნახე მთლიანად გადაცემაში წამოსვლამდე და მინდა გითხრათ რომ აი ეს ფრაზა ეს არ იყო გააზრებული ფრაზა სხვათა შორის ეს იყო წაცდენა ფროიდისეული კიდევ ერთი მცდელობა რომ მას ეჩვენებინა რეალურად თავისი თავისუფლების ხარისხი იცით რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ იმაზე რომ ჩვენ უკვე ძალიან განვითარებულები ვართ უკვე ყველანაირი კულტურა გაგვაჩნია სამწუხაროდ აი ეს ჰომოსოვეტიკუსის ფენომენი დღეს მაინც მოქმედებს და მაინც სტიგმასავით მოყვება თუმცა ჰომოსოვეტიკუს რატომღაც ტოლობის ნიშანს უსვავენ ტერმინთან საბჭოთა კავშირში სექსი არ იყო მინდა გითხრათ რომ ეს ესე არ არის ჰომოსოვეტიკუსი გაცილებით უფრო მძიმე პრობლემაა ესაა პრობლემა როდესაც ადამიანი თავის აბსოლუტურ პიროვნულ თავისუფლებას და თავის ასე ვთქვათ პასუხისმგებლობას ერთმნიშვნელოვნად გადააბარებს სახელმწიფოს და ამბობს მე გადავდივარ პასიურ როლში მე ვარ დაზღვეული ამიტომ და მე არ გამაჩნია პიროვნული თავისუფლება მე არ გამაჩნია არავითარი პასუხისმგებლობა სწორედ აი ასეთი აზროვნების წინააღმდეგ გადადგმული ყოველი ნაბიჯი აღიქმება რაღაც ძალიან შემაძრწუნებად ანუ კოლექტიური ქცევიდან გამოვარდნად აღიქმება და როგორც ყოველთვის ესეთი გამოვარდნილი კოლექტიური ქცევიდან ისჯება მაგრამ ხას გავუსვევ კიდევ ერთხელ მაინც და მაინც მე მგონია აი ამ აგრესიის ძირითადი მიზეზი არის ის რომ ის ამოვარდა იმ ქართველი ქალის რაღაც ჩაგრული როლიდან უსქესო როლიდან მე კეთის მინდა ვკითხო რატომ აკეთებს ამას თუ რატომ იძახის მე მაინც მინდა რომ თვითონ თინას ფსიქოანალიზს გავცდე იმიტომ რომ ჩვენ აქ არ გვიზის და შესაბამისად და საზოგადოების ფსიქოანალიზით დავკავდეთ თუ ეს შესაძლებელია კვლევის გარეშე და ასე შემდეგ უბრალოდ ჩვენი დაკვირვებებით კეთის მინდა ვკითხო არაერთი ესეთი მე თუ მკითხავთ აი ძალიან წყობიდან გამომყვანი outrageous როგორ უნდა ვთქვა არ ვიცი ზუსტად ესეთი რამ თქმულა ქართულ რეალობაში ხო იგივე შენ მოიყვანე მაგალითები იმისი როგორ ამაყადაყვებიან კაცები როგორ ღალატობენ ცოლებს და ამ დროს ის ცოლი სავარაუდოდ სახში ზის ტაშის ფონზე გარდა ამისა თან მარტივი რაღაცები მაგალითად ვიცით რომ ოშკი ინგრევა და მთავრობა არაფერს აკეთებს და ამის შესახებ ან ვიცით რომ თქო გვესმის თქო საეკლესიო იერარქებისგან რომ პუტინი ბრძენი კაცია ხო ხა აღმაშ
აღშფოთებელია, როცა ესე. მაგრამ რეაქცია რეალურად ამაზე არის გაცილებით უფრო რბილი, შეიძლება ვთქვათ, კანტიკ უნდათ რამდენიმე ადამიანი აღშფოთდეს და მე 200-მა კაცმა მოიყაროს თავი ამის გასაპროტესტებლად, მაშინ როდესაც აი ესეთი აღშფოთება ვიხილეთ თინა მახარაძის მიმართ და მე დარწმუნებული ვარ რომ თქვათ აი ის რომ დაანონსებინათ თქვათ რაღაც მსვლელობა თინა მახარაძის წინააღმდეგ, ან ინტერესით გაცილებით უფრო მეტი ადამიანი მოგროვდებოდა ამ რატომაც აი ესეთი შეგრძნება მქონდა. მის წინააღმდეგ კონსოლიდაცია გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის იყო. მეტი მაისის ქვეყანა ვარ. რატომ შენი აზრით? იცი რა, მეც არ მინდა ხა რაღაც ბრიყვი გამოჩნდა, რაღაც ანალიზი ვაკეთო იმის რაშიც არ ვარ კომპეტენტური, ანუ კომპლექსების ამ შემთხვევაში, მაგრამ ჩემი დაკვირვები ძალიან ხშირად გადაგვაქვს ხოლმე მეორე ხარისხოვან რაღაცეებზე პროექცირებას ვახდენთ, ეთყობა, იმიტომ რომ დავიმალოთ ნამდვილი პრობლემებზე. იმდენი პრობლემა გვაქვს მართლა ხა ჩვენ როგორც საზოგადოებას, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ყველანაირი და უცებ ისეთი არაადეკვატურად მეჩვენება მე ხა 3 დღე მართლა წაილეკა მთელი ქართული ინტერნეტი ამ ერთი გოგონას ერთი სასაცილო გოგოს რაღაც გამოთქმით. იმ ფონზე რომ ზუსტ იმ ფონზე რომ მართლა რამდენი რაღაცა ხდება. ეხლა ჩვენი ბედი წყდება, ხო, რაღაც მეგონა რომ პოლიტიკა რაღაც ისა. ნუ თქვა, კარგი, რაღაც ვიღაცამ გაიცინა, ვიღაცა მიტირა, ვიღაცა აღშფოთდა, მაგრამ ეს ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა. ასეთი ეს ლევანმა 17 მაისი ახსენა ესეც რაღაც ეხა მართლა რუსები ყოველ დღე მოდიან და ხან მართულ ხლასგვირლებენ, ხან რაღაც და სულ იმას ვამბობთ, რომ არაუშავს, აი მიჩქმალვა ხდება ნამდვილი პრობლემების, რაც ჩვენს მომავალზე აისახება, რაც ეხლა აწმყოზე ყველაფერზე, რაც რეალურად პრობლემაა და რაღაც მეორე ხარისხოვან რაღაცეებს დავდებ და სულ არის ხოლმე გადატანა პრობლემის სხვა რაღაცაზე. იგივე აქცენტებსაც არასწორად კეთდება. უბრალოდ ეს ადამიანებს რაც აწუხებთ, ანუ ამ შემთხვევაში მე შეიძლება როგორ შეიძლება ეხა ვიღაცის სექსუალური ცხოვრება ამ დონეზე აწუხებდეს ამდენ ათასად ეს არ არის სექსუალური ცხოვრება ვიღაცის აწუხებს. არა. ეს ალბათ საბოლოო ჯამში ჩემი ღრმარწმენით და ეს არის თქვა იგივე სექსუალური კულტურის არ არსებობდა ამ ქვეყანაში არასოდეს არ იყო თქვა განათლება ჯეროვანი როგორც არის საჭირო და ეს არის შედეგი ერთ-ერთი რა თქმა უნდა რომელსაც ეფუძნება ასეთი აჟიოტაჟები ცხადია. თავარის და მეორე ხარისხოვნის გარჩევაც გაუნათლებობების ჩვენთან ყოფილა ეთერში სტუმარი, რომელიც იგივე მძიმე კაცთან, რომელიც ყვებოდა იმაზე, რომ მან სცადა თქვა თვითონ ხალი იყო, მან სცადა ქალთან სექსუალური კონტაქტი, თქვა ეს რაღაც დამყარება, მაგრამ არ გამოუვიდა, მიხვდა ამას და ბუნებრივად ყვებოდა. ისე თითქოს აი ესეც უნდა იყოს და შენს უნდა გამოსცადო და მე თუ არ მოგეწონება ნარკოტიკების მოხმარებაზე ნარკოტიკების თემაზე მას, მაგრამ აი ამ გოგოზე ატყდა ამბავი. ეხლა მე არ ვიცი ამ წუთას მომივიდა თავში აზრად რომ შეიძლება საზოგადოება კი ვიცი, თქვა ვაკრიტიკებ საზოგადოებას ორივე მხარეს ამ შემთხვევაში და ვეთანხმები კეთის და თავიდანაც ესე ვთქვი რომ ნამიტანი დიდხანს გაგრძელდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ეხლა მომივიდა თავში აზრად რომ ხო ესეც არის გამოსაწყილია, ცხადია, მაგრამ ის მომენტიც ხომ არ არის, ხა ცოტა უფრო სამართლიანები რო ვიყოთ და დაშვება გავაკეთოთ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიყავით ჩართული, ხო, თქვა აი უკრაინის პრობლემებმა, თქვა იმან რომ გულშემატკივრობდა საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, ან ანუ ადამიანები ძალიან დაიღალნენ და შესაძლებელია ეს ბუნებრივი რეაქციაც იყო, არ ვიცი ეხლა. მე დაღლა ვერ შევატყვი იმ ხალხს. ემოციური დაღლაზე ვიყავარაკე, ანუ მეორე მხარესაც ეხლა დავუშვათ, რომ შეიძლება ესეც იყო. ეროსი და თანატოსის ასე ვთქვათ, არ ვიცი ეხლა მე დანარჩენების მსგავსად ვერ ჩავალდე მე შეგიძლია თავი თქვენთან ბაბატი დერჩეულება აი ეხლა რომელიმე ასეთვე ლაბას ახალგაზრდა მშვენიერმა გაუთხოვებას მსახიობა ისევ რო თქვას ისეთვე აჟიოტაჟი იქნება მე გვიდაკლები ხო? ნუ მე უკვე ყველას მოგვიწევს. მე კიდე უფრო დაკლები. ერთი დეტალი არის კიდე რასაც რაც ყველაზე მეტად მამხიარულებდა მე რომ რაღაც ჯგუფი ხო თავიდან ამდე როგორი იკადრა რაღაცა ეს იყო ერთი ჯგუფი რომელიც ლანძღავდა იმის გამო რომ რა წესია ხალი რო ამას ამოს. მე უცებ გაჩნდა მეორე ჯგუფი ამოდა რომ რა თქვა ამისთან რომ ამას აპიარებთ. მერე გაჩნდა მესამე ჯგუფი რომელიც ამბობდა რომ გამაღიზიანებლა თქვა, ნუ ყველა ლანძღავდა და მერე კიდე ჩვენ დავემატეთ მე და თამარა რომ რატო ლაპარაკობთ ამაზე ამდენს და გამოგვივიდა ჩვენ რა გამოსარჩევო ბატონო თქვენთან მეკება შეკითხვა მაინც არ მიპასუხეთ თქვენი აზრით საჯაროდ ადამიანის სექსუალურ პრეფერენციებზე საუბარი რამდენად მისაღებია და საუბარი სამდელოებასთან იცის ვისთან აი მართლმადიდებლო ოჯახ მშობელთა კავშირი საუბარგებლებთან ხო სქესობრივი ანგზდაზე ნუ სქესობრივი ანგზდა თუ არის
და პრინციპები საჯარო საუბარს მოიცავს, გინდა ლექციებზე, გინდა ტელევიზია, როგორც ლექციებს გამხდარ ლექციებს კითხულობდი ამ თემაზე. ჩვენ ხო არ იკრძალა სკოლაში, ხო იყო მცდელობა განათლების კათედრა დავარცეთ და ლექციებს კითხულობ თუ ბაღლეცებში, სქესობრივ აღზრდაში. მოკლედ ღვთაებთან მქონდა საუბარი. რატომ ეს სქესური მეთქი, რატომ თვალთმაგწო, რატომ გიგზალა ფიბას, რასაც თვითონ აკეთებ, როგორ როდის ვაკეთებო და შვილისთვის გითქვია, რომ ნუტირი ხარ, გოგო ხო არა ხარ, კიო? ეს არის სქესობრივი აღზრდა, როცა ბიჭ შვილს აჩევ კაცის სქესისათვის დამახასიათებელ ქცევას. ეს ლაპარაკი იმაზე კი არა, საჭიროა პასუხობთ. რა არის საჭირო? რა დოზით, რა უდიდობით, ვისთვის, რა მოცულობით? აი ეს არის გადასაწყვეტი. საუბრობთ სალომე ბარკერმა მოქალაქეებს გამოკითხა აზრი ამ თემასთან დაკავშირებით. მე თვითონ არახი არა მაქვს ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ, ასე რომ შეგვიძლიათ ვნახოთ გამლელები რას ფიქრობენ აი ამ ინციდენტზე და ზოგადად ვთქვათ ინციდენტზე და ამ თემაზე. მეც ვეძახები. მარხვაზევა და რამე საშინელება არ მაჩვენო. რომელი მსახიობი მოგწონს განსაკუთრებით ქართველი, ნიჭით. მე არ მწამს როგორ გითხრა ჩაკეტილი მენტალობის მსახიობის, ანუ რაც არ უნდა კარგი და ესეთი განვითარებული სამსახიობო სტატობა ჰქონდეს მას თუ აი აქ ესეთი ცივი არის და აი ნუ როგორ გითხრა მე მაგალითად მეორე კურსზე ძალიან დიდი ჩხუბი მქონდა ჩემ ჯგუფელებთან ყველა უნდა ამაყარა სერიოზული კონფლიქტი იყო იმიტომ რომ შესაძლოა თქვი რომ ორალური სექსი ეს მოსული პოინტია და ამაში საგანგაშო არ არის მითხრას რომ რას ლაპარაკობ შენ რა გინდა რომ შენ ქმართან და საერთოდ ქმარი გამორიცხვის მერე რომ შენ არ მოგიყვანს სოლოდ იმიტომ რომ ორალური სექსი შენთვის თუ მისაღებია სხვაგან წადი ხო და აი ხო ხტები როდესაც მსახიობი ამას ეძახის თეატრალურში მეორე კურსის სტუდენტი ხო იცი რა არის ორალურ მეცო მე შულებს რა პირით გაკოცო თუ რაღაც ეგეთი იმისი კარგად განსახიერებული როლის არ წავს შენაზეთ რატო გამოიწვია ამ ხელ აჟიოტაჟი? და გამოიწვია ამ ხელ აჟიოტაჟი და თვითონ არ აქვს ამ ადამიანებს ნორმალური სექსუალური ცხოვრება. თქვენი აზრით მხოლოდ რატო ლაპარაკობს ამაზე ამდენი ხალხი? რავი, ალბათ ქართული საზოგადოებისთვის ესეთი პირდაპირი ხო არ არის მისაღები, რომ პირდაპირ ეთერში თუ ჩანაწერში ესეთ თემებზე საუბრობენ. და ზოგადად ჩემი აზრით მაინც ქართველი რო ხარ და გოგო რო ხარ და ისეთი რაღაც არსებობს, რაც ქვია მანდილის ტარება, ესეთი რაღაცები არ უნდა იყოს. შეიძლება ფიქრობდე შენი მეობისგან გამომდინარე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ უნდა ყვიროდე ამაზე. ყველა ამას ლაპარაკობს და რატო? არ ვიცი, მეც გაკვირვებული ვარ და ძალიან გაბრაზებული ვარ მაგაზე. მართლა სხვა თემა არ არსებობს. ერთი ჩვეულებრივი გოგონას პირადი ინტერვიუა ერთ ეპატაჟურ ნახევრად იუმორისტულ გადაცემაში. ეს უნდა მიგვეღო ჩვენ ცნობად, მოგვესმინა, ნუ გაგვეცინა, ზოგ შეიძლება რაღაც შეფასებები გქონოდა, მაგრამ ამ ხელ აჟიოტაჟი. თქვენთვის რამდენად მისაღებია ამ თემებზე საჯარო სივრცეში საუბარი, აი ესე გახსნა. ისეთი დრო არის ჩემი აზრით მისაღები არის, მაგრამ ხალხი მაინც ვერ შეეგუა ამ ყველაფერს. ქართველებში მაინც სხვა დამოკიდებულება არის ამ თემაზე და ალბათ მაგიტომ გამოიწვია ეს ამიტომ ესეთია ჩემი აზრით. აქ საქართველოა და ჩვენ ტრადიციული ქართველები ვართ და ამიტომ ვერ ვეგუებით ესე ფაქტებს. ოჯახში იქნება თუ პარტიორთან იქნება ვინ როგორ გაადარებს არავის საქმე არ არის. საქართველოს ხალხის მენტალიტეტი ხო იცით, რომ ქართველი ხალხი ესე იყო და ესე იქნება ალბათ რა. და წამოდადებული ესეთ თემები და საჯაროდ რომ გამოაქვთ უკვე თქვენთვის საინტერესოა ამ თემაზე საუბარი, ზოგადად საჯარო სივრცეში მაგალითად. საინტერესო არ ვიცი, მაგრამ საჭირო როა აზრის თავისუფლება ილაპარაკო. აზრის თავისუფლება ყველას აქვს. ამაში საგანგაშო არაფერს არ ხედავ. მე-18 საუკუნის ქართულ საზოგადოების ღირებულებებს და მორალურ წესებს თუ გადავხედავთ, იქ სულეთ სხვანაირი განწყობები იყო სექსის მიმართ და ჩემი აზრით ბევრად უფრო პროგრესული. საზოგადოების
მის რეაქცია. არ ჩაჭრილა. ბატონო, არ ჩამჭრილა, და როგორც მაგრამ მანამდე მითხრა სალომემ, რომ თქოთ მეტნაკლებად ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ. კი, რატო აბრალებენ ამ ყველაფერს ქართველობას? ლევან. არ ვიცი, რატო აბრალებენ ქართველობას და საერთოდ ის წიგნი, რომელზედაც ქართული კულტურა ვითომ უნდა გასწორდეს. ვებსტავსანს გულისხმობ? ხო, ფატმანი გადასარევად აკეთებდა, მინდაც რამდენადაც მე შემიძლია წარმოვიდგინო რა. რელაციას უკაცრავად, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ის დადებითი პერსონაჟი არის, როგორც ვიცით და ამაში ასე ვთქვათ, დიდი უბედურება არ იყო, ხო? ანუ არ არის უპროფესიონალი. ანუ ქართველები ყველაფერ ამას ძალიან კარგად ვაკეთებდით, არა მარტო მე-12 საუკუნეში, ფატმანი არ იყო ქართველი კაცი. არა, მანამდე დაწყებულა და საერთოდ როგორც ტელევიზია არ იყო მაშინ ლევან. მაგრამ იმის თქმა მინდა რომ სრულიად გაუგებარია ჩემთვის, როდესაც ეთნიკურ რაღაც იმას კულტურულ ჭრილში განვიხილავთ ამას და ქართველებისთვის ეს მიუღებელია. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ მე ვთქვათ განსხვავების სხვებისგან მოწონებები არ დამისვია ამ გოგოსთვის, გულები არ დამიხატია, უბრალოდ იმიტომ რომ ჩემი ფრენდი არ არის ასე ვთქვათ. მე საერთოდ არ ვიცი, მე პირველად იმ სერიალში წამოვიდა ნახე რა საიდანაც სახელი გაიწყდა რომ საზოგადოება ამდენ დროს უთმობდა ამას. ამიტომ ეს არ აღმიქვია. საერთოდ ჩემი ესეთი ძალიან ღრმად მწამდა ესეთი პოზიცია მაქვს, რომ ადამიანი არის რა თქმა უნდა თავისუფალი, მას შეუძლია თუ კანონს არ არღვევს თქვას ყველაფერი, ასევე მეორე ადამიანი არის თავისუფალი, მას შეუძლია გააკრიტიკოს იგივე ადამიანი და ასე შემდეგ. ამაში მე დიდ უბედურებას ვერ ვხედავ და რა თქმა უნდა ეს ასე უნდა იყოს. უბრალოდ მე პრობლემას ხედავ იქ, რატომ ვლაპარაკობთ, თუნდაც ახლა დღევანდელი გადაცემას ნუ მივაწერთ ამ ლაპარაკს, მაგრამ როგორც ლოგიკური ის არის. ერთი რამ მინდა ვთქვა და ბევრს აღარ შეგაწყვეტ თავს. ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ჩემი ღრმა რწმენით იმქიდან დავიწყო ეს ლაიქები ეგრეთ წოდებული არ დამისვას და ასე ვთქვათ გულები არ გამიკეთებია, მაგრამ მაინც ჩემი მხრიდან პატივისცემას იმსახურებს ეს ადამიანი, თუნდაც იმიტომ რომ გაბედა და თქვა და არ მაინტერესებს ეს ეპატაჟის გამო იყო, იმის გამო იყო, გულწრფელი იყო. ჩემთვის ეს უკვე ინტერესს კარგავს. მთავარია რომ ალუდა კეთილაურივით ვიღაცა აღარ მოჭრის მკლავს. ანუ ხვალ ამაზე როდესაც ვიღაცა დაილაპარაკებს და თუნდაც თავის პერსონალურ პრეფერენციებს იტყვის ხმამაღლა, ხო, ეს ყურსიქით ჩატარდება. ამიტომ გაბედული ადამიანები, რომლებსაც საზოგადოება მიყავს წინ და ამ შემთხვევაში სრულიად არ მაინტერესებს მისი მორალური სახე, კეთილია, ვოროტია, ნიჭიერია, უნიჭოა, არ ვიცნობ ამ ადამიანს. მომწონს, როდესაც ადამიანი აკეთებს ხოლმე გაბედულს აქციას, მიყავს საზოგადოება რაღაცნაირად ნებსით უნებლიეთ წინ, იმიტომ რომ ამისთან ადამიანებზე, ამისთან მოусვენარ გენებზე არის დამყარებული საზოგადოების წინსვლა ხოლმე. რამდენადაც პარადოქსული არ უნდა ჟღერდეს ახლა ეს ფელაციოსთან დაკავშირებით. კიდევ ერთი აზრი მაქვს, იცით, აი თქვენ გაუსვით ხაზი იმ მომენტს, რომ აი მამაკაცები უფრო თამამად საუბრობენ თავიანთ სექსუალურ გამოცდილებებზე და ასე შემდეგ. იცით რა, ხომ არ არის ეს ასე ვთქვათ, კი ბატონო. და ხომ არ არის დაუშვათ ახლა ეს ერთ-ერთი რიგითი ქალის მხრიდან გამოხატული ადლერის დავესესხებით, ეგრეთ წოდებული მამაკაცური პროტესტი. როდესაც ფაქტიურად კულტურა თითქმის ყველა ეტაპზე, ყველა სახელმწიფოში განსაზღვრავს რაღაც სტერეოტიპებს, გენდერულ სტერეოტიპებს, აი რა არის დასაშვები ქალისთვის, რა არის დასაშვები მამაკაცისთვის, თუმცა დღეს უკვე უფრო დასავლურ ორიენტაცია, დასავლეთის ქვეყნებში ეს ორი სოციალური როლი ერთმანეთს დაუახლოვდა. საქართველოშიც თეორიულადაც და პრაქტიკულად დაახლოებულია. უბრალოდ ამის შესახებ საუბარი არ შეიძლება. იცით, მე ხშირად მithქვავს და ალბათ გავმეორდები თუ ვინმე მომისმინა ოდესმე 90-იანი წლები საქართველოს გადაარჩინა ქალის ინიციატივამ. ქალმა, რომელმაც გახსნა ბიზნესი, დადგა მაშინ ჯიხურში, დაიწყო ყველაფერი და ფაქტიურად ეკონომიკური ტვირთი წამოიყიდა ელემენტარულად 1.5 მილიონი დაახლოებით არის ასეთი ციფრები, რამდენად სწორია, ვერ დაგეთახმები, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 80% თუ მეტი არა, ქალია გასული გარეთ და მისი შემწეობით ცხოვრობს და გვიგასულ. აქედან გამომდინარე, იცით რა საქმე შესაძლებელია, ეს არის ერთ-ერთი პატარა ძახილი იმის შესახებ, რომ კი ბატონო, კი მოგვანიჭეთ ეს ძალიან ნაზი ქალური და ძალიან კეკლუცი ქალის როლი, მაგრამ სინამდვილეში მეც მამაკაცურ პროტესტს გამოთქვავ იმ სივრცეში, რომელშიც თქვენ მიუხედავად იმისა, რომ უღელში შეგვაბით, მიწა მოგვახნევინეთ, გვამუშავეთ ყველაფერი და ამ საკითხშიც მე აი ასე გამოხატავ მიწა 98% მსოფლიოში კაცებს ეკუთვნის. სხვათა შორის წარმატებების
თვალსაზრისით top management-ში მამაკაცები გაცილებით უფრო მეტია. ესე შეიძლება მარტინის გვიახლოვდება რაღაც რომ დღესასწაული რომელსაც მე არ იმიტომ რომ მარტივად არის გონი ქალის სოციალური გამტკიცება ბოლო წლებში ზრდის პრეტენზიებს მათ შორის სექსუალურსაც. აი თანდრე არ მოდიოდნენ ქალები ან ორგაზმებით. ანუ თეატრს დგამდნენ. უბრალოდ ამკურნალობდნენ ცივები, მაგრამ დღეს უკვე თავმოყარეობა უნდა რატო ვარ ვალდებული ვითამაშო როლი და მე მაქვს უფლება მივიღო ჩემი. ეს იგივე ის არის. ანუ და აი ეს პროტესტი უბრალოდ მე მაქვს უფლება ვილაპარაკო ისევე, როგორც დაუშვათ მამაკაცი საუბრობს, რომ ესა დასუკრათ, რომ აი იმბრიკებია, რომ აი ესეთი ვარ, ესეთი ვარ, ესეც ანალოგია. მე აი მე ქალთა თამარის მადლობელი ვარ. ვიცით, აი ეს ტონალობა, თუნდაც აი პასუხების რაც მოვისმინეთ, თუნდაც აი გამოთქმული აზრები, ყველაფერი მიდისცემს, რომ ეს არ აი ეს აჟიოტაჟი საჭირო იყო ეთქობა, რომ გადასულიყო და ამიტომ მგონია რომ მათი ეს თემატიკა ნელ-ნელა ისეთი აქტუალური. ჩვენ ალბათ ბევრი აჟიოტაჟი გველოდება წინ ასე თუ ანუ სხვა თემებზე კიდევ, მაგრამ ეს ნაბიჯი თქვა აი ორალურმა სექსმა გამოიწვია, თქვა შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს მასტურბაცია, იმიტომ რომ თქვა იგივე. მასტურბაციას იყო საუბარი ბევრი. იმიტომ რომ თქვა იგივე. ამოწურულია ეგ თემა, იმიტომ რომ მაგალითად ჩემი შვილი რომელიც სწავლობს საფრანგეთში, იქ გადიან ამას სექსუალურ განათლებას. ჩვენთან ხო აკრძალეს ეგ მცდელობა რომ სკოლაში სექსუალური განათლება ამ თემებზე ჩვეულებრივად ღია დელაპარაკებიან, შესაბამისად ეხლა მას არაფერი არ უკვირს. მასაც ჰქონდა რაღაც რეაქცია, რატო გადაირია ეს ხალხი, აი ესეთი რაღაც რეაქცია ჰქონდა ხალხის რეაქციაზე. ხო, რეაქცია ჰქონდა ხალხის რეაქციაზე, ხო, რომ რამ შეშალა ეს ხალხი, მეკითხებოდნენ, იმიტომ რომ ვერაფერი ვერ მიხვდა საერთოდ რა ხდებოდა. რამდენად საჭირო არის თქვენი აზრით, რომ სკოლაში არსებობდეს თქვათ აი იგივე 14, 15, 16 წლის. საფერაში აი 15 წლის დროინდელ ამბობს გეტყვით. პროექტობა იყო, ხალხი იყო შეკრებილი განათლების სამინისტროდან და სექსოლოგიას ასწავლიან და თქვენ უნივერსიტეტზე თქვით და მე სკოლაზე გეკითხები. მე სკოლაზე იყო, სკოლაში შემოტანაზე სექსოლოგიის და ბოლოს გამოვიდა განათლების სამინისტროს ერთ-ერთი მუშაკი თქვა, არა, გადავწყვიტე, სექსოლოგია არ იქნება. არავინ არ ლაპარაკობს სექსოლოგიაზე. ერთია სექსოლოგია, როდესაც სამედიცინო ინსტიტუტის მასწავლია და თავის სექსუალურ გამორიცხებას. მეორეა ოჯახის და ქორწინების ფსიქოჰიგიენა, რომელიც ასევე არის აღზრდის კურსი, რომელიც უნდა იყოს სკოლაში, მაგრამ რომც მოუდეს ახლა ყველას ვერავინ ვერ გავიგებს, რომ ხალხი არავის ასწავლის. ჯერ უნდა მოაფსადო ის ადამიანები, რომლებიც პედაგოგიური უმაღლესების სტუდენტებს ასწავლიან და ისინი მე სკოლებში შევლენ და კიდევ რაღაცას დაიწყო, ეს არის ურთულესი საქმე. მე კიდევ ერთ რაღაცას ვეთყოდი, იცით, ხელაღებით გადმოღება ყველა იმ ლიტერატურის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აი ეს აუცილებელია რომ ისეთი მაგალითები იყო თქვენ ვერ წამოვიდგეთ. კი, ვიცი ეს მაგალითებია დავსხდეთ, ალბათ, ნუ მე ნაკლებად მიმაჩნია ჯერ. იყო თუ არ ვწევდი, ახლა ძალიან პატარა ბავშვები. ძალიან რაღაც გარკვეულ ეტაპებზე ჩვენი ფსიქოლოგიური სიმწიფე ჩვენს ერთს რომელ ეტაპზე რა აქვს? ალბათ მაინც ფსიქოლოგების და სექსოლოგების გარემო გასათვალისწინებელი აუცილებლად. კულტურულ ისტორიულ გარემოში ხომ არ გონიათ რომ აი მივიდივართ იქითკენ, როდესაც თქვათ ჩემი საზრით სამყაროებით ერთ ისტორიას, იცით, სამართლიანად გაქილიკდა რომ აი ქართული და ეს ანუ რა არის გენიტალიები ფრანგ სხვანაირი აქვს, სხვანაირად იგრძნება, თუ რა არის განვითარების უბრალოდ არის კითხვას, ვიცით, აი მაინტერესებს. მე ხა იცით მე ორი საკითხი მინდა ამასთან დაკავშირებით გითხრათ. პირველი ის რომ მაგალითად პირველ კურსელი ეგრეთ sophomore ხო ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც პირველად მომიხდა მათთან ლექციის წაკითხვა, მე დავჭი აღფრთოვანებული, იმიტომ რომ მათ საშუალო სკოლის, ეგრეთ წოდებული ჩვენი საშუალო სკოლის ფარგლებს თუ წარმოვიდგეთ, გავლილი ქონდა ყველა ფაკულტეტზე მოსულ sophomores, გავლილი ჰქონდა ფსიქოლოგიის ელემენტები. მათთვის არ უნდა ამეხსნა რა არის ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმი, რომლის შესახებ მინდა გითხრათ, რომ უმაღლეს დამთავრებულებმა არიციან და მათ არის ჩვენებმა არიციან რა არის ინტელექტუალიზაცია, რატომ უნდა სუბლიმაცია და ასე შემდეგ. ძალიან ცოტა მიცით. განსხვავება სად არის? განსხვავება არის განათლების ესე იგი თვითონ სპექტრში, თვითონ როგორ მიდის ეს საგანმანათლებლო პროცესი. ჩვენ რეფორმ
რეფორმა გავაკეთეთ უმაღლესი სასწავლებლების. იქ მოვინდომეთ აყვავება და ამას არ მოხდა სკოლის განათლების სისტემის ცვლილება და გარკვეულწილად აი ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება. და მეორე, დიახ, განათლება საჭიროა, იმიტომ რომ მე ჩემს კლინიკაში გუშინ და დღეს წავაწყდი ფაქტს, რომელიც არის სამარცხვინო. 35 წლის მამაკაცი, რომელსაც აღმოაჩნდა სიფილისი, ვეუბნებით, რომ სიფილისი აქვს და კვდება სიცილით. როგორ გეკადრებათ, გადაამოწმეთო. მე პირველი ჯგუფის სისხლი მაქვს და არ შეიძლება რომ სიფილისი მქონდესო. მაპატიეთ, მაგრამ ეს არის, იცით, ძალიან მძიმე მომენტი, როგორც ექიმისთვის, იმიტომ რომ მე ჯერ უნდა დაუმტკიცო, რომ პირველი სისხლის ჯგუფის არავითარი კავშირი არ არის, ნუ ჯვართან და ასე შემდეგ, ათაშანქთან. აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, ვინაიდან განათლების კულტურა არ გულისხმობს მარტო იმას, რომ კოიტუსი ვასწავლოთ ახალგაზრდას, 3 და 4 და წლის ასაკში ან 8 და 9 წლის ასაკში. მაგრამ აი ყველაფერი ერთად, რასაც ქვია, განათლება, ფსიქოჰიგიენა აუცილებლად უნდა მიეცეს. აი იცით რა, თვითონ ოჯახი, როგორც სტეიქჰოლდერი დაუშვათ განათლების სისტემაში მონაწილე, რომელიც მეწინააღმდეგება 4 კლასში ამ ინფორმაციის შეტანას, ეგებ დამთანხმდეს, რომ მერვე მე-9 კლასში მაინც მივცეთ ეს ელემენტები, გამიგეთ? და აქედან გამომდინარე, მის შვილს აღარ კონდეს, ესე იგი, შემთხვევითი ორსულობის და უგეგმავი ორსულობის საფრთხე, რომელიმე დაავადებასთან და პერვერზიებთან არ კონდეს საქმე. 90% არის ქალიშვილი და ამ დროს თითქმის ყველა პერვერსიული ფორმით აქვს სექსუალური კონტაქტები. პერვერსიული ფორმა რა არის ამ შემთხვევაში? ნუ მე არა პირდაპირ არა ბუნებრივი გზით დაუშვათ. ალბათ პერვერსია ის იმიტომ არის, რომ თქვათ იმის გამო ხდება, რომ არ კონდეს პირდაპირ გზით. რა თქმა და რა თავისთავად ის მათემატიკა ეხლა ჩვენ სხვა ველზე გადავდივართ რომელზე კი აშკარად გეთი და მე ყველაზე ჩუმად ვიყავით აშკარად მე ვიდა პრობლემური სიტყვი დავბათ რომ როდესაც ასეთ მასიურ ყოვლის მოცულ სისტემებზე ლაპარაკ როგორც სკოლებში რაღაცის დადერგვა იქნება ეს სქესობრივი აღზრდაზე ადაპტაცია მე ღმათ მიმაჩნია რომ აქ ფსიქოლოგებს აქვს ძალიან სამუშაო რატომ ეს ყველაფერი ორგანულად კომპლემენტარულად რო ხდებოდეს საჭირო გათვალისწინება ხო ბუნებრივად გათვალისწინება იმ კულტურულ ისტორიული გარემოს გათვალისწინება მაინტერესებს ბანვარჩი სულ მაგას ვკითხულობ რა არის ეს აი მე გეტყვი ბატონებად გიხსნი მაგალითზე კონკრეტულ მაგალითზე ევროპულ მაგალითზე გეტყვი დაწერეს ევროჩინოსნებმა დაწერეს ევროკონსტიტუციამ შვედი დოკუმენტი იყო რომელიც და იოანე პავლე მეორემ ჩაშალა ეს და თქვენ რატო თქვენ თუ წერთ ევროკონსტიტუციას მაშინ გაითვალისწინეთ ქრისტიანული არა რომელიც არსებობს ევროპაში თუ წერთ ევროაზიურ კონსტიტუციას მაშინ თუ გაითვალისწინეთ მაგრამ მაშინ აზიაშიც ისე მოგვეპყროთ ჩვენ ევროპელებს როგორც ჩვენ ვეპყრობით იმათ ეს არ გამოვიდათ იმიტომ რომ თავსაჭერიან თუ რამე არ მოეწოდა დღილი თუ გახსნო თავსანაჭერია მაგრამ კაცრი და აქ კიდევ ისინი კარგად ცხოვრობენ ჩაშალა იოანე პავლემ ჩაუშალა ფაქტურად იმიტომ რომ არ ქონდათ გათვალისწინებული რა თავიანთი ევროპული ნიუანსები მე ვიცი ყველაფერი თანამედროვე მოწინავე უნდა ავიღოთ როგორც იაპონიამ გააკეთა იაპონიამ შეისრულა ყველაფერი მოწინავე მაგრამ აბა კაბუკიზე რა მეუთხარი ცუდი აბა რა მეუთხარი ცუდი ნუ ალბათ შეგიძლია რა მეუთხარი ცუდი ხო ნუ თეორიულად მაგრამ მე უბრალოდ მითხრა რომ აქ არის ძალიან გახვეწილი მოქმედება საჭირო კონსენსუსი იყოს აქ არ არის ჯიდაზე მუშაობა საჭირო ზედა კლასებში მაინც რო შემოვიდეს საჭირო გათვალისწინება აი სოციო-კულტურული გარემოს გეთანხმებით რომ ალბათ ვთქვათ ჩვენი ინტერესებშია რომ ყოველთვის მიწოდება ისე მოხდეს რომ ამან ვთქვათ არ გამოიწვიოს სახელმძღვანელოების ის აბსოლუტურად სწორი შენიშვნაა რასაც ამბობს და კეთი აბსოლუტურად სწორი შენიშვნა რომ მასწავლებელი უნდა არსებობდეს რომელსაც ამას სწორად ასწავლის და ვთქვათ პირზე ხელაფარებული არ შევა კლასში ამ დროს ამ თემებზე სასაუბროთ ამაში აბსოლუტურად გეთანხმებით კეთის შეცდომა ამატე რა გინდა ერთ-ერთ ჭამა და სექსი და ბილეთებს რო ყიდულობდნენ ეს ცნობილი ის არის რაღაც მაგაზე მე დიდი ხანი ვიცინოდით ჩვენ რომ ჭამა და ის ბილეთი მინდა ჭამა და იმაზე და ერთხელ იყო კიდე რაღაც რესტორანში შენიშვნა მისცეს ლიფონაოს ფილმზე რო ლაპარაკობ და სექს ნუ ახსენებ ჭამთო და ეხა სანამ არ მართლა რაღაცნაირად არ მინეხავ თქვა რომ განვითარდებით რაღაც მაგკუთხით მაინც არ გავნათლდებით ალბათ ადაპტაცია უნდა მოხდეს ანუ გეთანხმებით ყველაფრის ესე გადმოღება შეიძლება იყოს კონტრპროდუქტიული ანუ ამ რეალობას გოგონა 18 ასაკში თulis რომ ჭამს მაგ დროს სექსი არ უნდა ახსენო
და ნუ პრობლემაა ესეთ გადაცემას თქვენს მეცადინობას დღეს თქვენს მეცადინობას ამის პირველ არხზე იმის წინ რუსთავი ორზეამის რომ ეს ყველაფერი საჭიროა ესეთი ცივილიზებული ფარგლებში საუბარი მსჯელობა უკვე აიბას ვისაც შეიძლება დიდი რქები კონდეს ის ხედავს რომ არა ხალხი ლაპარაკობს ნორმალურად დელდელ აზებოდეს ვიღაცა მტკიცდება ანუ დიდი მადლობა რომ მსჯელობა ხდება რომ წერტილებს უსვამთ რომ აი ეს რა დასაწყისში გასხვებულად და განსაკუთრებულად ვიღაჩია ჩემთვის ეს ძალიან ძიმე ტრამპეთებზე ლაპარაკი და ყოველდღე აღარ შემიძლია მე რაღაცაზე სხვაზე ვისაუბრო მაგრამ ნუ რას ვისა მეც ვცდილობ რომ ასე ვთქვათ უარი არავისთვის არ მიტყვია დიდი მადლობა პირიქით თქვენ რომ მოხვედით ხა ეს ალბათ წელი თემაა ამის ამოწურვას ჩვენ აქ ვერ მომახერხებდით დიდი მადლობა თქვენ რომ გვიყურეთ ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით შემდეგ ორ შაბათს